მდინარე ენგურში ავტომობილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ვერ მოხერხდა ვერც ავტომობილის და ვერც მგზავრების პოვნა. შემთხვევის ადგილზე მაშველებამ მხოლოდ ავტომობილის სანომრე ნიშნები იპოვეს, რომლის საშუალებითაც დადგინდა, რომ ავტომობილი მცხეთაშია რეგისტრირებული. მანქანა, რომელიც მდინარე ენგურში სოფელ ხაიშთან 3 დღის წინ გადავარდა, სავარაუდოდ 3 მგზავრი იმყოფებოდა მანქანაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ამოსულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფი მღვინთავები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ჩადიან ძალიან რთულ მორევებში და ეძებენ ყველაფერს. თუ ან ავტომობილს შესაძლებელი ავტომობილში იყოს რომელიმე მგზავრი ჩაჭედილი და ამავე დროს ეძებენ, რა თქმა უნდა, ამ სამწუხარო ავარიის შედეგად დაკარგულ პიროვნებებს. ამ ეტაპისათვის შედეგი არ არის, მაგრამ აქტიური ფაზა ძებნის მიმდინარეობს. ტყიბულის მაღაროში აფეთქების შედეგად დაშავებული მაღაროელები კვლავ დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. ექიმების განცხადებით დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს ტყიბულის მაღაროში აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გაუარესების გარეშე არის ამ ეტაპზე. კორნალობის ფონზე და შესაბამისად ადეკვატურად ჩატარებული მანიპულაციების ფონზე. ახალ ზელანდიაში ქალაქ ქრაისჩარჩთან ახლოს 7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული. ქალაქ ქრაისჩარჩში ათობით შენობა დაინგრა, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ბოლო ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ახალი ზელანდია მაღალი სეისმური აქტიურობის ზონაში მდებარეობს და ამ რეგიონში ყოველ წელს მიწისძვრის 14,000 შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა მათი უმრავლესობა 5 ბალს არ აღემატება. ახალ ზელანდიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით თვითმფრინავი ეკუთვნოდა ორგანიზაციას, რომელიც ეგრეთ წოდებული skydiving-ით, ანუ საპარაშუტო სპორტის სახეობითაა დაკავებული. თვითმფრინავს ცეცხლით ქალაქ ფორს გლასიერის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში ჰაერში წაედიდა. ქალაქ გრეიმუტის პოლიციის წარმომადგენლების ინფორმაციით ავიაკატასტროფის შედეგად საფრენი აპარატის პილოტი და 8 მგზავრი დაიღუპა. ავიაკატასტროფა განიცადა Boeing 747-მა. თვითმფრინავი დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან 20 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. Boeing 747, რომლის ბორზეც 2 პილოტი იმყოფებოდა, ამერიკის საფოსტო სატრანსპორტო კომპანიას ეკუთვნოდა. ორივე პილოტი დაიღუპა. ლაინერი გერმანიაში მიმფრინავდა, თუმცა მის ერთ-ერთ ძრავას აერში ცეცხლი წაედიდა. პილოტები თვითმფრინავის დაშვებას ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქდა. Дым поднимался на сотню метров. დღეს ჩარგალში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ვაჟაობა გაიმართება. ღონისძიება ვაჟა-ფშაველა სახელობის მუზეუმის ორგანიზებითა და ოლიმპიური ვარსკვლავის დაფინანსებით ეწყობა. ვაჟაობის დღესასწაულზე ჯეოსტარელების გალა-კონცერტი გაიმართება. იქნება ტრადიციული ღონისძიებებიც: დოღი, ულუდის ხარშვა, ჭიდაობა. კონცერტში მონაწილეობას ყველა ის ჯეოსტარელი მიიღებს, რომელიც კონკურსში მთის სახელით გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელი იუნესკომ ვაჟა-ფშაველას წლად გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში ვაჟას სახელთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კი დღეს 159 თეატრალურ სეზონს გახსნის. მრავალწლიანი ტრადიცია არც წელს დაირღვევა და თეატრის კოლექტივი ზაქარია ფალიაშვილის ოპერას აბესალონდა ეთერის შეასრულებს. სპექტაკლს წარუძღვება დირიჟორი დავით მუქერია. ოპერა შესრულდება საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში. სექტემბერში ამავე დარბაზში აღჭერდება ოპერები ვერდის ტრავიატა, ნაბუქო და აიდა. ლეონ კავალოს ჯამბაზები, თართაგიშვილის მინდია. გაიმართება ასევე 2 გალა კონცერტი თეატრის სოლისტებისა და ორკესტრის მონაწილეობით. სექტემბერში ოპერის თეატრს უმასპინძლებს კონსერვატორის დიდი დარბაზით. 23 სექტემბერს შესრულდება ვერდის ბალმასკარადი, 30-ში კი ფალიაშვილის დაისი. მე ბედნიერი ვარ, რომ მე 5 წილად ეს რო ხსნი სეზონს რიგით 159-ს და მნიშვნელოვანია აღნიშნო მინდა სოლისტების მონაწილეობა, ის ძველი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში ოპერის თეატრში დიდი ღვაწლი აქვს. ვცდილობთ, რომ ბევრ გასტროლებზე ვიაროთ, ძალიან ბევრ
ღონისძიება ჩავატაროთ, რომ აკუმულირდეს თანხა, რათა ჩვენ შევძლოთ სრულფასოვანი სეზონის ჩატარება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი საბერძნეთში ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან უფრო 1-1 ითამაშა. ანგარიში მატჩის მესამე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ სათამაშო უპირატესობას მასპინძელი გუნდი ფლობდა, ბერძნებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 73 წუთზე შეძლეს. მატჩის დარჩენილი წუთები ორმხრივი შეტევებით წარიმართა, თუმცა ვერც ერთმა გუნდმა გადამწყვეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა. საბერძნეთისა და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის მატჩი ქალაქ პირეოსში გეორგიოს კარაისკაკისის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ზოებისათვის გასული სეზონის დასაწყისში ხეცბაია ოლიმპიაკოსის მთავარი მწვრთნელი იყო. გეორგიოს კარაისკაკისზე ხეცბაიას გასწვნილ ოლიმპიაკოს არც ერთი შეხვედრა არ წაუგია და რაც ყველაზე მთავარია, გუნდს საკუთარ კარში ერთი გოლიც კი არ მიუღია. უშიგი პირეოსის მთავარ სტადიონს ხეცბაია სტუმრის რანგში ეწვია და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რანგში თემურ ხეცბაიასთვის ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. შემდეგ მატჩებს ქართველი ფეხბურთელები 7 სექტემბერს ისრაელის, ხოლო 8 ოქტომბერს მალტის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებენ. ორივე შეხვედრა თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შედგება.